ძალიან საინტერესო ღონისძიება ტარდება საქართველოში წარმომადგენლობითი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი აერთიანებს პარტნიორობის 6 ქვეყნის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს აქ არიან ასობით ორგანიზაციის წარმომადგენლები და შეიძლება ეხება მომავალს აღმოსავლეთის პარტნიორობის იმ პირობებში, როდესაც 6 ქვეყნიდან 3-მა მოაწერა ხელი ასოცირებას მოლდოვამ, უკრაინამ, საქართველომ, ხოლო ბელორუსი, არმენია, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სხვა გაირჩიეს. და ამ პირობებში რა და როგორ უნდა გაგრძელდეს. ჩვენ მე პირადად მოვახსენებ აქციულ სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომ საქართველო აგრძელებს კეთილმეზობლურ ურთიერთობას ყველასთან, მათთან ვის ასოცირების ხელშეკრულებაში გაერთიანდნენ, რა თქმა უნდა, უფრო მჭიდროდ და განსაკუთრებულად აქტიურს, ხოლო ჩვენს მეზობლებთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან ჩვენ გავაგრძელებთ კეთილმეზობლურ ურთიერთობას და არაფერი არ იქნება მათთვის მიუღებელი ჩვენს ნაბიჯებში ევროპასთან ერთად. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი მეზობლები ზუსტად ასევე მოიქცევიან თავისუფლად პოლიტიკის განხორციელებისას, იქნება ეს ევრაზიის კავშირის შიგნით თუ დამოუკიდებლად. ამასთანავე სამოქალაქო ფორუმები არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში უნდა მოხდეს საქართველოს მოქალაქეების ასოცირება ევროპასთან და არა მხოლოდ საქართველოს როგორც ქვეყნის. ანუ თითოეული მოქალაქე უნდა გახდეს ამ პროცესის მონაწილე, მიიღოს ის სიკეთეები, რაც ამ ურთიერთობას მოაქვს და აიღოს ის პასუხისმგებლობები, რაც ურთიერთობას ახლავს.